867 წლის 24 სექტემბერი, კონსტანტინოპოლი. ბიზანტიის იმპერატორს საძინებელში სძინავს. ის ზედმეტად მთვრალია იმისთვის, რომ კარის გაღების ხმა გაიგოს. კაცი, რომელიც მის საწოლს უახლოვდება, უცხო არ არის. იმპერატორმა ის საჯინიბოში იპოვა, აჭამა, დააწინაურა, აბრეშუმში გამოაცხო, კამერგერად ანუ მთავარ მოხელედ აქცია და შემდეგ ისეთი გულუხობის აქტით, როგორიც არც ერთ იმპერატორს არასოდეს გამოუჩენია, გლეხის მიმართ. მთელი რომის სამყაროს თანამმართველად აკურთხა. ამაღამეს გლეხი სხვა რამის დასაღებად მოვიდა. გამთენიისას ბიზანტიის ისტორიაში ყველაზე გულუხვი იმპერატორი უკვე მკვდარია. კაცი კი, რომელიც მან ცხენის ნაკელიდან ამოიყვანა, მის ტახტზე ზის. გასწავლიდნენ, რომ ეს ბოროტების ისტორიაა. მე გეტყვი, რომ ასე არ არის. ეს არის ისტორია კანონზე, რომელიც ზუსტად ახლა მოქმედებს ყველა იმ ადამიანზე, ვისაც კი ოდესმე დახმარები ხარ. დაახლოებით 18 საუკუნით ადრე, სანამ ფსიქოლოგია ამ ყველაფერს სახელს დაარქმევდა, რომაელმა ისტორიკოსმა ტაციტუსმა თავის ანალებში ჩაწერა ერთი დაკვირვება, რომელიც ყველა ქველმოქმედების აქტის თავზე უნდა იყოს ამოტვიფრული. სიკეთე თქვა მან. მხოლოდ მანამ შეამოვნებს, სანამ გჯერა, რომ მისი გადახდა შეგვიძლია. იმ წამს, როცა სიკეთე სცდება იმ ზღვარს, რისი დაბრუნებაც შესაძლებელია, მადლიერება ჩუმად კვდება და მის ადგილს სიძულვილი იკავებს. მოусმინე ამას კიდევ ერთხელ. გადაიქცევა არა უმადურობად, არამედ სიძულვილად. ტაციტუსი მორალს კი არ კითხულობდა, ის მექანიზმს აღწერდა. იგივე მექანიზმს, რომელმაც დანა დაასო ბიზანტიის საძინებელში. იგივე მექანიზმს, რომელიც ხსნის, რატომ იჭმუხნება ახლა შენი სახელის ხსენებაზე ის მეგობარი, რომელიც ფაქტობრივად ზურგით ატარე. რატომ ყვება შენზე ზღაბრებს ნათესავი, რომლის ვალების დაფარე ისეთ ვახშმებზე, სადაც შენ არ გპატიჟებენ. რატომ გიფუჭებს საქმეს ის თანამშრომელი, რომელიც შენვე გაწურთენი. გეგონა, რომ ადამიანების დახმარება ლოიალურობას ქმნიდა. ის სხვა რამეს ქმნის. ის ქმნის დავთარს, ანუ ლეჯერ. და ამ დავთრის ყოველი ჩანაწერი არის ვალი, რომელზეც მეორე ადამიანი არ დაგთანხმებია, რომლის გადახდაც არ შეუძლია და რომლის წაშლაც საბოლოოდ მოუწევს. არსებობს ამის წაშლის სამი გზა. თითოეული მათგანი ღალატის სხვადასხვა ფორმაა და სანამ ბოლო გზამდე მივალთ, აღმოაჩენ, რომ ამ დავთრის ყველაზე არაკომფორტული ჩანაწერი შენივე ხელითაა გაკეთებული. ვალი პირველი, სესხი, რომელზეც ხელი არ მოგიწერია. დაუბრუნდათ იმ საჯინიბოს. იმპერატორს მიხეილ მესამე ერქვა, გლეხს კი ბასილი. წერა-კითხვის უცოდინარი სომეხი ფერმერის ბიჭი, რომელსაც არ ჰყავდა ოჯახი, არ ჰქონდა ფული და ჰქონდა მხოლოდ ერთი ნიჭი. მას შეეძლო ველური ცხენების მოთვინიერება, რომლებზეც სხვა ვერ ამიჯდებოდა. მიხეილმა დაინახა, როგორ მოათვინიერა მან ველური ულაღით ვეულებაზე და წამიერი კაპრიზით გადაწყვიტა, დაეტოვებინა ის ისე, როგორც ძაღლს დაიტოვებდი. შემდეგ დაიწყო საჩუქრები. თანამდებობა საჯინიბოში, მერე იმპერიულ კარზე, მერე ქონება, მერე ყველაზე ინტიმური თანამდებობა იმპერიაში, კამერგერი, კაცი, რომელსაც იმპერატორის კართან ეძინა. მიხეილმა ბასილის ქორწინებაც კი მოაწყო საკუთარ საყვარელთან, რომის ახლოს ყოლოდა. 1866 წლის მაისში კი აია სოფიას ტაძარში მიხეილმა მეჯინიბე ბიჭს გვირგვინი დაადგა თავზე და ბიზანტიის თანაიმპერატორად აქცია. რობერტ გრინი ძალაუფლების 48 კანონს ზუსტად ამ ისტორიით ხსნის. კანონი მეორე ამბობს, არასოდეს ენდო მეგობრებს ზედმეტად. და მკითხოთ უმეტესობას გონია, რომ გაკვეთილი იმაშია, თითქოს ბასილი დაბადებიდან მოღალადე კაცი იყო. არ იყო. ის იყო სრულიად ჩვეულებრივი კაცი, რომელიც აუტანელ ტვირთს ატარებდა. 1980 წელს პიტსბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა მარტინ გრინბერგმა გამოაქვეყნა დავალებულობის თეორია, ანუ indebtedness theory, და მან გააცამტვირა ყველაზე დიდი დაშვება, რაც კი გულუხობაზე გაგაჩნდა. გრინბერგმა აჩვენა, რომ დავალებულობის გრძნობა და მადლიერება ერთი და იგივე ემოცია არ არის. ისინი მონათესავე ემოციებიც კი არ არიან. მადლიერება თბილია, დავალებულობა, ანუ ვალში ყოფნა კი ავერსიული აღგზნების მდგომარეობაა. ეს არის კლინიკური ტერმინი გრძნობისა, რომელსაც შენი ნერვული სისტემა საფრთხედ აღიქვამს. რაც უფრო დიდია სიკეთე, მით უფრო ნაკლებად შეუძლია მიმღებს მისი დაბრუნება. მით უფრო მეტად იქცევა სითბო რაღაცად, რაც შიგნიდან სხვის საკუთრებაში ყოფნას, ანუ being owned გავს. პატარა სიკეთე მადლიერებას იწვევს, რადგან მისი გადახდა შეიძლება და დავთარი იხურება. დიდი სიკეთე წარმოშობს კრედიტორს და არავის ოკვას თავისი კრედიტორი. ოველი მონეტა, რომელიც მიხეილმა ბასილის ხელში ჩადო, იყო კიდევ ერთი ქვა იმ ვალში, რომლის ქვემოდანაც ბასილი ვერაზროს ამოძვრებოდა. რა უნდა დაუბრუნო კაცს, რომელმაც სამყარო გაჩუქა? გადახდა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ყოველდღიური, გამანადგურებელი გაცნობიერება იმისა, რომ ყველაფერი რაც ხარ, სხვის მიერ გადმოგეცა
და ამ გრძნობის შესაჩერებლად მხოლოდ ერთი მოკლე გზა არსებობს. მოიშორე კრედიტორი, დაწვი დავთარი. ეხლა კი მცირე პაუზა. თუ ის, რასაც აქვს საუბრობ, შენს რეალობას გიხსნის და გაძლიერებს, ერთი რამ კარგად გაიაზრე. მე არ გთავაზობ ფარულ კურსებს ან ექსკლუზიურ ვიდეოებს Patreon-ზე. ჩემი მთელი ფსიქოლოგიური არსენალი აქ, საჯაროდ და სრულიად ღიად დევს. მაგრამ ძალაუფლება და პატივისცემა ყოველთვის ორმხრივ გაცვლას ეფუძნება. მუდმივად უფასოს ძიება და პასიურ მომხმარებლად დარჩენა პაიკების მენტალიტეტია. Patreon უბრალოდ ფილტრია. როცა შენ საკუთარი ნებით უჯერ მხარს იმას, რაც შენს გონებას აძლიერებს, შენ აკეთებ ინვესტიციას საკუთარ ახალ იდენტობაში. შენ სამყაროს ეუბნები, რომ უბრალო მიმრების პოზიციიდან შემქმნელის მხარეს გადახვედი. თუ მზად ხარ ამ სტრატეგიული ალიანსის ნაწილი გახდე და არხს მხარი დაუჭირო, ლინკი აღწერაშია. აქვე მადლობა ყველა იმ მხარდამჭერს, ვინც გვერდში უდგას და ავითარებს ფიორის. ჩვენ ერთად ვქნით და ვაზიარებთ სიკეთეს. მოდი ახლა განვაგრძოთ. ანთროპოლოგმა მარსელ მოსმა 1920-იანი წლები წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ტომებში საჩუქრების ეკონომიკის შესწავლას დაუთმო და ის, რაც მან კვაკავაკუს ტომებში აღმოაჩინა, სამუდამოდ დაასრულა უფასო საჩუქრის დასავლური ფანტაზია. მათი ბელადები ატარებდნენ რიტუალს, რომელსაც პოტლაჩი ეწოდებოდა. ცერემონიებს, სადაც ბელადი თავის კონკურენტს, საბნებს, კანოეებსა და სპილენს აყრიდა თავს. ზოგჯერ კი საკუთარ ქონებას ანადგურებდა მის თვალწინ, უბრალოდ იმის დასამტკიცებლად, რომ ამის გაკეთება შეეძლო. და კონკურენტი, რომელიც ამხელა გულუხობას იღებდა, თავს დალოცვილად არ გრძნობდა. ის თავს თავდასხმის მსხვერპლად გრძნობდა. რადგან იმ კულტურაში ხმამაღლა ამბობდნენ იმას, რასაც ჩვენი კულტურა მხოლოდ სიბნელეში გრძნობს. საჩუქარი, რომის დაბრუნებაც არ შეგიძლია, გამცემის ქვემდგომად გაქცევს. დაუბრუნებლად მიღება იგივეა, რაც მუხლებზე დადგომა. პოტლაჩი ქველმოქმედება არ ყოფილა. ეს იყო ომი, რომელიც საჩუქრებით იმართებოდა. და ეს ცერემონიაზე ყველა მიცოდა. შენი კულტურა გივე კოდით მუშაობს. უბრალოდ მან პატიოსნება წაშალა. ასე რომ, როცა შენი ძმის ვალი დაფარე, როცა შენს მეგობარს ის სამსახური აშოვნინე, როცა 3 წელი ვიღაცის აუნაზღაურებელი თერაპევტი იყავი ღამის 2 საათზე, შენ ეს სიყვარულად აღიქვი. თავიდან მათაც სიყვარულად აღიქვეს. მერე კი სადღაც იმ დონის ქვემოთ, რისი აღიარებაც თავად შეეძლოთ, მათ განიცადეს მუხლებზე დგომა. ნიჩემ ეს ერთი წინადადებით თქვა, ესე იტყოდა ზარათუსტრაში. დიდი დავალებულობა ადამიანებს, მადლიერს კი არა, შურის მაძიებელს ხდის. და პატარა სიკეთეც კი გვაფრთხილებდა ის, თუ მისი დავიწყების უფლება არავის მიეცა, გამუდმებით მღრღნელ მადლად იქცევა. შენ გეგონა, რომ მადლიერებას რგავდი, სინამდვილეში შენ ამ მადლს კვებავდი. ყვალი მეორე, სარკე, რომელიც მათ უნდა დაამსხვრიო. 1887 წელს ნაშრომში მორალის გენეალოგია ნიჩემ ადამიანის სინდის გაკვეთა გაუკეთა და გერმანულ ენაშივე დამალული რაღაც იპოვა. გერმანული სიტყვა დანაშაულისთვის, შულდ, არის იგივე სიტყვა, რაც გამოიყენება ვალისთვის. მსგავსი კი არა, იგივე. ნიჩე ამტკიცებდა, რომ ეს დამთხევა არ არის. ადამიანური დანაშაულის გზნობის მთელი გამოცდილება კრედიტორსა და მოვალეს შორის პრიმიტიული ურთიერთობიდან განვითარდა. იყო ვიღაცის ვალში, შენი სახეობის ყველაზე ძველ პროგრამირებაში ნიშნოს, იყო დამნაშავე მის წინაშე. ახლა დაუდე ეს გვერდით ნიჩეს ყველაზე ცნობილ კონცეფციას, რესანტიმომ. შხამიანი, აფუებული წყენა, რომელსაც უდლურები გზნობენ ძლიერების მიმართ. სიძულვილი, რომელიც იმდენად აუტანელია, რომ გონება, ვინაიდან პირდაპირ თავდასხმა არ შეუძლია, თავის მთელ მორალურ სამყაროს გადააწყობს ისე, რომ სამიზნე ბოროტად აქციოს. აი აქ ეჯახება ეს ორი იდეა ერთმანეთს. როცა ვინმეს ეხმარებით ჭეშმარიტად, არსებითად, მრავალჯერადად, შენ მხოლოდ მათი კრედიტორი არ ხარ. შენ ხდები მათი ყველაზე დაბალი წერტილის მუდმივი მოსიარულე მუზეუმი. ყოველ ჯერზე, როცა შემოქმედავენ, ისინი ხედავენ საკუთარ თავს იმ ვერსიაში, რომელიც იხჩობოდა, რომელმაც ქირა ვერ გადაიხადა, რომელმაც დალევას ვერ დაანება თავი. შენ ხარ მათი სისუსტის ცოცხალი ფოტოგრაფია, რომელიც სუნთქავს და ოჯახურ შეკრებებზე ჩნდება. სხვა ადამიანებს თავიანთი ყველაზე დიდი დაცემა მხოლოდ ახსოვთ. ადამიანს, რომელიც შენ გადაარჩინე, უწევს, რომ თავის დაცემასთან ერთად ისადილოს და ადამიანის ეგოს არ შეუძლია ცხოვრება ასეთ მოწმესთან ერთად. ამიტომ ცხენა, ანუ რესანტიმო, იწყებს მუშაობას იმ ერთადერთი გზით, რაც იცის. ის ვერ გააკრობს ვალს, ამიტომ ბოროტად აქცევს კრედიტორს. შენი გულუხობა გადაიწერება როგორც კონტროლი, შენი მსხვერპლი ხდება манипуляცია. შენ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთე, რომ თავი ჩემზე მაღლა გეგძნო.
შენ არასდროს მაძლეუბრებას ეს დამავიწყდეს. შენ ყოველთვის გჭირდება რომ ხსნელი იყო. ისინი ამით შენ არ აღქცევენ. ისინი თავიანთ მეხსიერებას არ ემონტებენ, სანამ მუხლებზე დგომის ფაქტი არ გაქრება. შენ ამის პატარა ვერსია უკვე იცხოვრე. გაიხსენე ის მეგობარი, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე ცუდ წელს ზურგით ატარე. ეხლა დააკვირდი რა მოხდა მას შემდეგ, რაც ის ფეხზე დადგა. მაშინვე არა, 6 თვის, 1 წლის შემდეგ. მესიჯები უფრო მოკლე გახდა. სითბოში უცნაური ფორმალობა გაჩნდა, თითქოს ოთახში წნევა შეიცვალა და ამას არც ერთი არ ამბობდით. ისინი შენგან იმიტომ არ წასულან, რომ სულ უნდა შეწყვიტე. წავიდნენ იმიტომ, რომ შენთან სიახლოვე მათთვის რაღაცის ფასად იქცა. შენთან დალეული ყოველი ხავა იყო ჩუმი შეხვედრა ადამიანთან, რომლად ყოფნაც მათ საკუთარ თავს შეფიცეს, რომ აღარასოდეს იქნებოდნენ. შენ მეგობარს კი არ კარგავდი. შენ გაგილბოდნენ როგორც ტრავმულ მოგონებას. ბასილმა მიხეილი კი არ მოკლა გულუხობის მიუხედავად. მკვლელობა შექმნილი იყო გულუხობის მიერ. ყოველი საჩუქარი იყო კიდევ ერთი რამ, რასაც ბასილი ვერ შეხედავდა ისე, რომ არ დაენახა საჯინიბო, ნაკელი და ის კაცი, რომელიც ადრე იყო. მიხეილს ეგონა, რომ მეგობარს ზრდიდა. რეალურად ზრდიდა კაცს, რომელსაც მხოლოდ ერთი გამოსავალი ჰქონდა. იმპერატორის კარის ერთ-ერთმა მოხელემ მართლაც გააფრთხილა მიხეილი. პირდაპირ უთხრა, რომ ეს ფავორიტის საშიში ხდებოდა, რომ ასე მაღლა და ასე სწრაფად აყვანილ კაცს აღარსად დარჩა ასასვლელი, გარდა საკუთარი კეთილის ყოფილის გვამზე გადავლისა. მიხეილმა გაიცინა, რა თქმა უნდა გაიცინა. ის ურთიერთობას თავისი დავთრიდან კითხულობდა, სადაც ეწერა: მე ის შევქმენი, ის ყველაფრით ჩემთანაა ვალში. ეს სიმართლე იყო და ეს იყო ზუსტად პრობლემა. ასე რომ ვალი ქმნის წყენას, წყენა კი გადაგწერს შენ როგორც ბოროტ მოქმედს. შეიძლება ფიქრობ, რომ გამოსავალი მარტივია, დაეხმარე ჩუმად, დაეხმარე თამდაბლად. არასდროს ახსენო ეს, წაშალე შენი ნაკვალევი. ეს ვერ გადაგარჩენს. რადგან შემდეგი მექანიზმი ცხოვრობს არა იმ ადამიანში, ვისაც დაეხმარე, ის ცხოვრობს ყველაში, ვინც ამ ვიდეოს უსმენს. ვალი მესამე. ჯგუფი ყოველთვის კლავს წმინდას. 2010 წელს ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორმა ფსიქოლოგმა, კრეიგ პარკსმა და ასკო სტოუნმა ჩაატარეს კვლევა, რომლის სათაურიც აღიარებასავით ჟვერს. უანგარო წევრების ჯგუფიდან გარიყვის სურვილი. მონაწილეები გუნდებში რესურსების თამაშს თამაშობდნენ. შექონდა საერთო ყულაბაში, ყველა იგებდა. ინახავდი შენთვის, მარტო შენ იგებდი. თითოეულ ჯგუფში ჩასმული იყვნენ ყალბი მოთამაშეები. ზოგი ხარბი, რომელიც ბევრს იღებდა და ცოტას დებდა და ერთი მოთამაშე, რომელიც საპირისპიროს აკეთებდა. გასცემდა გულუხვად, თითქმის არაფერს იღებდა და გუნდი რაუნდიდან რაუნდამდე ზურგით მიყავდა. შემდეგ მონაწილეებს კითხეს, ვის გარიყავდნენ გუნდიდან. მათ გარიყეს ხარბი მოთამაშე, რაც პროგნოზირებადი იყო. თუმცა ზუსტად ისევე ძლიერად უნდოდათ გულუხვი მოთამაშის მოშორება. გუნდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ვისმა მსხვერპლმაც ყველა უფრო გაამდიდრა, მიზანში ამოიღეს ზუსტად იგივე სიხშირით, როგორც პარაზიტი. როცა მკვლევარებმა კითხეს თუ რატომ, პასუხები გამყინავე სიცხადით დაბრუნდა. ის ჩვენ ცუდად წარმოგვაჩენს. ის არ თამაშობს თამაში ისე, როგორც უნდა თამაშდებოდეს. მისი სტანდარტი, მათი აზრით, საბოლოოდ გახდებოდა მოლოდინი და არავის უნდოდა ამ მოლოდინის ქვეშ ცხოვრება. 2 წლის შემდეგ მკვლევარებმა უორტონიდან და სტენფორდიდან იგივე რეფლექსი მორალურ დომენში დააფიქსირეს და მას დაარქვეს do-gooder derogation, ანუ კარგის მქნელის დაკნინება. ხორცის მჭამელებს თხოვეს თავისუფალი ასოციაციები მოეყვანათ ვეგეტარიანელებზე, ადამიანებზე, რომლებსაც ისინი არასდროს გაუკრიტიკებიათ, არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ მათთვის, ადამიანებზე, რომლებიც მხოლოდ კონცეფციად არსებობდნენ. ასოციაციები უმრავლესწილად ნეგატიური დაბრუნდა. ვეგეტარიანელს არ დასჭიროებია ვინმეს დადანაშაულება, მათი არსებობა იყო ბრალდება. ეხლა აწყოს სრული მექანიზმი. შენ ვიღაცას ეხმარები. გრინბერგის მექანიზმის მიხედვით, დახმარება მას შენს მოვალედ აქცევს და ვალი მის მკერდში ქვასავით ზის. ნიჩეს მექანიზმის მიხედვით, დახმარება გაქცევს შენ მათი ყველაზე სუსტი მომენტის სარგეთ და წყენა იწყებს შენი მოტივების გადაწერას და მერე მოდის მესამე მექანიზმი. შენ გარშემო ყველა ააქტიურებს ეგრეთ წოდებულ კარგის მქნელის დაკნინებას და ჩუმად გულშემატკივრობს, რომ სარგე დაიმსხვრეს. როცა ადამიანი, რომელიც შენ გადაარჩინე, საბოლოოდ შენ წინააღმდეგ ტრიალდება, როცა ის იწყებს ხალხისთვის იმის მოყოლას, რომ შენ მაგონტროლებელი იყავი, რომ შენს დახმარებას ყოველთვის თავისი ფასი ჰქონდა, ისინი პოულობენ აუდიტორიას, რომელსაც საოცრად სხოვია ამის დაჯერება. რადგან შენი დაცემა ყველას ათავისუფლებს შენი სტანდარტისგან. სწორედ ამიტომ მოდის ღალატი ასე ხშირად ორკესტრთან ერთად. ამიტომ ჩუმდებიან საერთო მეგობრები შენი დაცვის ნაცვლად.
ამიტომ იჭერს ოჯახი იმის მხარეს, ვინც იღებდა და არა იმის, ვინც გასცემდა. გეგონა რომ შენი სიკეთის ისტორია დაგიცავდა. გგონია, ყველა ხედავს, რაც მათთვის გააკეთე. სინამდვილეში, ეგ ისტორიაა პრობლემა. მასში არსებული ყოველი კარგი საქმე არის პატარა საბრალდებო დასკვნა ყველას წინააღმდეგ, ვინც შენზე ნაკლები გააკეთა. შეიძლება ფიქრობ, რომ ეს შენზეა, რომ ეს ტრაგედია. რეალურად ასე არ არის, რადგან არსებობს მეოთხე ძრავა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში დავთრის შენს მხარეს მუშაობდა. ვალი მეოთხე. როლი, რომელიც შენ მიანიჭე. 1968 წელს სან-ფრანცისკოელმა ფსიქიატრმა სტივენ კარპმანმა გამოაქვეყნა მოკლე ნაშრომი ზღაპრების ანალიზზე. მასში იყო დიაგრამა, რომელიც ჩუმად იქცა ადამიანური დისფუნქციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რუკად. 3 პოზიცია სამკუთხედში: მსხვერპლი, მჩაგვრელი, მხსნელი. კარპმანის თავარი აღმოჩენა როლები კი არ იყო, არამედ მათი როტაცია. მან აჩვენა, რომ ეს 3 პოზიცია პიროვნების ტიპები არ არის. ისინი სკამებია თამაშში და თამაშის წესები მოითხოვს, რომ ყველამ შეიცვალოს სკამი. სამკუთხედი ყოველთვის ტრიალებს გამონაკლისის გარეშე და სკამი, რომელიც იწყებს ამ ბრუნვას, რომელიც აშენებს მთელ სამკუთხედს, თითქმის არასდროს არის მჩაგვრელის სკამი. ეს მხსნელის სკამია. კარგად გაიაზრე, რას ნიშნავს ეს. იმ წამს, როცა ვინმეს გადასარჩენად შედიხარ, როცა თხოვნაზე კი არ პასუხობ, არამედ იხსნი, მიფრინდები, იღებ კონტროლს, ზურგზე იკიდებ, შენ მათ როლს ანიჭებ. აძლევ მათ სცენარს, რომელშიც მხოლოდ ერთი როლია: უმწეო, უუნარო, პროექტი და ყოველი დამატებითი გადარჩენის აქტი ამ როლს უფრო მაგრად აკერებს მათ იდენტობას. გგონია, რომ მათ მსხვერპლის მდგომარეობიდან იყვან. სტრუქტურულად შენ ხარ ის, ვინც მათ ამ მდგომარეობაში აკავებს. მხსნელს მსხვერპლი ისე სჭირდება, როგორც გლიტეს, გასაღები. გარკვეული დროის განმავლობაში ისინი თამაშს მიყვებიან. დახმარებას ასე ამოვნოა. მერე გრინბერგის ვალი გროვდება, ნიცშეს სარკეცვას იწყებს და მსხვერპლი აკეთებს ერთადერთ სვლას, რომლის უფლებასაც სამკუთხედი აძლევს მსხვერპლს, რომელსაც იქიდან გამოსვლა უნდა. ის ტრიალდება. მსხვერპლი ხდება ჩაგვრელი. ჩაგვრელის ბუნებრივი სამიზნე კი, ერთადერთი სამიზნე, რასაც გეომეტრიას თავაზობს, არის მხსნელი, რაც გაქცევს შენ ახალ მსხვერპლად. ზიხარ ჭეშმარიტად გაოგნებული და ამბობ იმ წინადადებას, რომელსაც ყოველი ნაღალატები დამხმარე ამბობს. ამის მერე, რაც მე მისთვის გავაკეთე, სამკუთხედი არ ფუჭდება, როცა ეს ხდება. ეს არის სამკუთხედის ნორმალური ფუნქციონირება. შენ არ ჩავარდნილ ხარ ხაფანგში, შენ თავად ჩაატარე კასტინგი ამ დასასრულისთვის. და ეხლა კითხვა, რომლის თავიდან აცილებისთვისაც ჩართე ეს ვიდეო. საერთოდ რატო მიხსნით იმას? 2012 წელს კვლევარებმა აღმოაჩინეს რაღაც, რაც მეცნიერებას 10 წლეულობის განმავლობაში გამორჩა. ნარცისიზმი არ ატარებს მხოლოდ ხმამაღალ კოსტიუმს, ტრაბახს, სარკეში ყურებას, დომინირებას. არსებობს მეორე შტამი, რომელიც აკმაყოფილებს იდენტურ გრანდიოზულ შიმშილს საპირისპირო არხით. მათ ამას კომუნალური ნარცისიზმი უწოდეს. მისი შინაგანი მონოლოგი არ არის მე ვარ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ოთახში. მისი მონოლოგია მე ვარ ყველაზე დამხმარე ადამიანი, ვინც კი ოდესმე ვინმე სცოდნია. მე ვარ ის, ვისთანაც ყველა მოდის. ჩემ გარეშე ეს ხალხი დაიშლება. დახმარება რეალურია, მაგრამ ის ინსტრუმენტულია. ის არსებობს იმისთვის, რომ გამოიმუშაოს თვით იმიჯი, დავალებულობა და ცენტრალურობა. ეს არის დომინირება, სრულად გათეთრებული და წინსაფარში გამოწყობილი. არ ვამბობ, რომ ეგ შენ ხარ. ვამბობ, რომ არ გაქვს უფლება ჩათვალო, რომ ეგ შენ არ ხარ, სანამ არ შეამოწმებ. შეამოწმე. როცა ეხმარებოდი, ელოდებოდი, რომ გთხოვდნენ. თუ გჭირდებოდა, რომ საჭირო ყოფილიყავი. როცა მათ გამოჯამთელება დაიწყეს, როცა ფეხზე დადგნენ და შენ ნაკლებად სჭირდებოდი, იყავი გულწრფელად ბედნიერი. თუ იყო ნახევარი წამის გაელვება იმდენად პატარა, რომ უარყოფა შეგეძლო დანაკარგი შეგრძნების, ეს გაელვება არის სიმართლე. ეს გაელვება ნიშნავს, რომ დახმარების რაღაც ნაწილი იყო საბმელი. და ადამიანები საბოლოოდ ყოველთვის გბენენ იმ ხელს, რომელსაც საბმელი უჭიროს. ხავერდის საბმელსაც კი, განსაკუთრებით ხავერდის საბმელს, რადგან ხავერდის საბმელს ვერ გააპროტესტებ ისე, რომ გიჟად არ გამოჩნდე. როგორ დაადანაშაულებ ვინმეს იმაში, რომ სიკეთით გამოგამწყუდია? ვერა. ამიტომ ცხენას არსად აქვს დასასვლელი. ის გროვდება სიბნელეში და გამოდის ღალატის სახით. და ბოლოს ხელშეუხებელი განცემის კანონი. არის თუ არა პასუხი ის, რომ შეცვეთო დახმარება, ჩაიკეტო, არაფერი გასცე, არავის ენდო? არა. ეს არის დასკვნა ადამიანის, რომელმაც დიაგნოზი მოისმინა და პანიკაში ჩავარდა. ძლიერები გაცემას არ წვეტენ.
ისინი წვეტენ არასწორად გაცემას. მოისმინე 5 კორექტირება. თითოეული მათგანი ანეიტრალებს თითოეულ ძრავას, რომელიც ახლა დავინახეთ. პირველი. არასოდეს იხსნა ის, ვინც არ გთხოვს. დახმარება, რომელიც არ უთხოვიათ, დახმარება არ არის. ეგ კასტინგია. თუ არ უთხოვიათ, შენი სვლა არის კითხვა. გინდა ამაში დაგეხმარო? და თუ პასუხია არა, პატივი ეცი მას, როგორც კონტრაქტს. მეორე. დატოვე ყველა ვალი გადახდადად. დაეხმარე მცირე ნაწილებით და როცა ისინი რამეს გთავაზობენ სანაცვლოდ, რა მცირეც არ უნდა იყოს ის, რა უთანასწოროც, აიღე ის მადლიერებით, ხილულად, დაუყოვნებლიო. გადახდაზე უარის თქმა კეთილშობილურად ჟღერს, სინამდვილეში კი ის სამუდამოდ ხურავს დავთარს მათი სახელით დებიტის მხარეს. მიეცი უფლება გიყიდონ სადილი. მიეცი უფლება დაგიბრუნონ სიკეთე მეათედი მასშტაბით. შენ ღირებულებას კი არ კრებ, შენ ხურავ დავთარს მანამ, სანამ მადლი გამოიჩეკება. მესამე. გახდი დავიწყებადი. დახმარებაში ყველაზე აუტანელი ნაწილი დახმარება არ არის, ეს მოწმეა. ასე რომ გაცემის შემდეგ განავითარე სტრატეგიული ამნეზია. არასოდეს ახსენო ეს, არასოდეს დაუშვა რომ ეს არგუმენტად ამოტივტივდეს. კრედიტორები, რომლებიც ადამიანებს 10 წლეულობით ინარჩუნებენ ლოიალურად, ერთ თვისებას იზიარებენ, რომ წაწამო, ვერ ჩამოგითვლიან, რა გაუკეთებიათ შენთვის. დავთარი არსებობს, მათ უბრალოდ თავისი ასლი დაწვეს. მეოთხე. დაეხმარე ზემოთ და გვერდით, არა მხოლოდ ქვემოთ. გააკეთე აუდიტი, სად მიედინება შენი გულუხობა. თუ ყველა ადამიანი, ვისაც მხარს უჭერ შენზე დაბლადგა სტაბილურობაში, შესაძლებლობებში და დრაივში, შენი გაცემა კველმოქმედება არ არის. მიმართე მისი ნაწილი თანასწორებისკენ და მათკენ, ვინც ზევით მიდის, სადაც დახმარება იკითხება როგორც ალიანსი და არა როგორც გადარჩენა. მეხუთე, და ეს არის ნიჩეს მთავარი პასუხი, გაეცი სიუხვიდან და არა შიმშილიდან. იმ წამს, როცა შენს გაცემას რაღაც სჭირდება უკან, მადლობა, ლოიალურობა, კარგი ადამიანის იდენტობა, ის წვეთს საჩუქრად ყოფნას და ხდება ტრანზაქცია ფარული ფასებით. და ფარული ფასები არის ზუსტად ის, რის გადახდაზეც ადამიანები საბოლოოდ უარს ამბობენ. ამაღამ ჩაატარე აუდიტი, რომელსაც ტაციტუსი ჩაატარებდა. აიღე ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად დაეხმარე. ვისი დავთარიც შენთან ყველაზე გრძელია. ნუ გკითხავ საკუთარ თავს, არიან თუ არა ისინი მადლიერები. მადლიერება იდეალურად ასრულებს პერფორმანსს ზუსტად იმ ღამემდე, სანამ შეწყვეტს. დასვი უფრო ცივი კითხვა. შეუძლიათ მათ ოდესმე შენი ვალის გადახდა? და შემდეგ კითხვა, რომელიც მის ქვეშ დევს. როცა წარმოვიდგენ, რომ მათ საბოლოოდ აღარ სჭირდები, სრულად გამოჯამთელებულები, სრულად ფეხზე მდგარები, გიყურებენ მაგიდის მეორე მხრიდან, როგორც თანასწორს, ყოველგვარი ვალის გარეშე. ეს სურათი გამარჯვებას გავს, თუ შენში რაღაც ჩუმდება. რადგან რაც ახლა პასუხობს, ეგ არის შენი ის ნაწილი, რომელიც წყვეტს, შენი სიკეთე ადამიანებს აშენებს თუ მოვალეებს. მოვალეები კი, ადრე თუ გვიან, ყოველთვის ბრუნდებიან დავთრის დასაშლელად. და სანამ წახვალ, თუ ეს რეალობა შენთვის დაუნდობელია, მაგრამ გრძნობ რომ ის გათავისუფლებს, მაშინ გახდი ელიტური ალიანსის ნაწილი და უჭირე არხს მხარი პატრიონზე. თუ მზად ხარ დატოვო პასიური მაყურებლის როლი, ლინკი აღწერაშია. უმეტესობა ახლა სკროლას გააგრძელებს და ხვალ ისევ დაჭრის საკუთარ თავს სხვის დასახმარებლად. ნუ დაემსგავსები მათ. შეგვხვდებით ჭრდილში.